თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენციის მიზანია იყოს საინტერესო და სასარგებლო პრაქტიკოსი ოფთალმოლოგებისთვის. წლიდან წლამდე ფართოვდება კონფერენციებში მონაწილე ქვეყნების გეოგრაფია. მონაწილე დელეგატთა და რიცხვი და დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა. თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია დღეისათვის კარგად არის ცნობილი მრავალი ქვეყნის ოფთალმოლოგიურ საზოგადოებაში. 3-დან 5 ოქტომბრის ჩათვლით საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელიც ბავშვთა ოფთალმოლოგიისა და სტრაბიზმოლოგიის თემატიკას მიეძღვნა. ამ სახის კონგრესი პირველად ჩატარდა საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილე საერთაშორისო ოფთალმოლოგიური საზოგადოებისათვის წარმოდგენილი იყო საინტერესო და დატვირთული პროგრამა. ჩატარდა როგორც სასწავლო კურსები, ისე მოწვეული სტუმრების საკვანძო ლექციები. გაიმართა ექსპერტთა პანელური დისკუსიები, განხილული იქნა ბავშვთა ოფთალმოლოგიის პრაქტიკულად ყველა მიმართულება, როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული კუთხით. მსგავსი ღონისძიება ქართულ ოფთალმოლოგიაში არც ჩატარებულა და არ ვიცი, ხა კიდე როდის გამეორდება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ მასშტაბის ღონისძიების ორგანიზება საკმაოდ რთულია. აი ეს დროშები, რაც არის წარმოდგენილი, მე მგონი 40-მდე ქვეყანაა, მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი და მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები ბავშვთა ოფთალმოლოგიაში. დაწყებული ამერიკის პედიატრიული ოფთალმოლოგიის ასოციაციიდან და დამთავრებული ევროპა-აზია, წყნარი ოკეანის, მაროკოც არის, ბაჰრეინიც არის. ნუ ისეთი ქვეყნებია წარმოდგენილი, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდით, რომ ეს ქვეყნები იქნებოდნენ საქართველოში. ისევე როგორც იმას, რომ ამ დონის სპეციალისტები გვეყოლებოდა მოწვეული საქართველოში. ეს არის თვითონ არა მარტო ქართული ოფთალმოლოგიის აღიარება, არამედ პირველ რიგში ჩვენი სამშობლოს საქართველოს აღიარება გახლავთ. კონფერენცია სამდღიანი ღონისძიების სახით იყო დაგეგმილი. ქართველ და უცხოელ კოლეგებს, უმცროს ექიმებს თუ რეზიდენტებს მეგობრულ და თბილ გარემოში თანაბარი შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, ერთმანეთისთვის გაიზიარებინათ პირადი გამოცდილება და გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. საერთაშორისო კონგრესს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანიაც ესწრებოდა. საერთოდ ესეთი სახის კონგრესები მნიშვნელოვანია ბევრი თვალსა, ისეთ განსაკუთრებით ის თემატიკა, რომელსაც ის ეხება, ეს არის ბავშვთა მხედველობა და ბავშვთა მხედველობა მარტო სამედიცინო საკითხი არ გახლავთ, ეს არის მათი მომავალი სინამდვილეში, მათი განათლება, სწორი განვითარება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ამიტომ ეს ძალიან გლობალური და მნიშვნელოვანი საკითხია. ასეთ საკითხებში საერთაშორისო ჩართულობა, გაცვლა, ცოდნის, პრაქტიკის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე სხვა და მესამე სხვა ჩვენ ვიცით რომ მედიცინა ვერ ვითარდება თუ ესეთი მუდმივად სიახლეები არ ინერგება და ამ სიახლეების გაზიარება არ ხდება. ამდენად ყველა კუთხე არის მნიშვნელოვანი ესეთი კონგრესების ჩატარება. და არის ასე ვთქვათ კიდევ ერთი დამატებითი რომ ესეთი მასშტაბის კონგრესი ჯერ ამ მიმართულებით როგორც ჩვენთვის არის ცნობილი არ ჩატარებულა და იმედია რომ ამას მიეცემა სისტემატური ხასიათი. პედიატრიული ოფთალმოლოგია არის ოფთალმოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის თვალის დაავადებებსა და მხედველობის უნარის განვითარებას ბავშვთა ასაკში. კონგრესზე აკადემიურ საქმიანობაში და ქირურგიული ვიდეო პრეზენტაციების განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ პროფესორ-მასწავლებლები მთელი მსოფლიოდან. საკუთარი მოხსენებით ექიმი, ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ახალი მზერის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი მერაბ დვალი გამოვიდა. ჩვენი აზრები ყველასი არის ბავშვებზე ფიქსირებული. ამიტომ ყველაფერი რაც კი ბავშვს ეხება და მით უმეტეს თუ ვისაუბრეთ მის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს კიდევ მხედველობაზე, ნუ ყველა მშობლები ვარ და წარმოვიდგეთ, რომ ხშირია და ამიტომ მთელი მსოფლიოს ოფთალმოლოგები სრულიად სამართლიანად იბრძვიან, რომ ან პრევენცია მოხდეს ამ დაავადებების თვალის, ან მათი მკურნალობა დროული იყოს და ეფექტური. ეს სიმპოზიუმის წარმოგიდგენთ 40 ქვეყნის ოფთალმოლოგები შეკრება და მე არ მახსოვს რომ 40 ქვეყნიდან ოფთალმოლოგები შეკრებილიყვნენ. ეს არის უდიდესი ფორუმი ჩვენს დარგში და სრულთლიანად ეს 3 დღე ეხება ბავშვთა ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას და რომ ისინი გამოვიდნენ სრულყოფილი მოქალაქეები ჩვენი და ყველა ქვეყნის, აი ამ 40 ქვეყნის. ამაზეა ფიქსირებული ყველას მიმართვა.
პროფესორმა მერაბდვალმა და კლინიკის სხვა წამყვანმა სპეციალისტებმა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში პირველად მოახერხეს მხედველობის ლაზერული კორექციის ჩატარება ბავშვთა ასაკში, რაც უდიდესი მნიშვნელობის მიღწევას წარმოადგენდა. პროფესორ მერაბდვალს საპატიო ადგილი უკავია მსოფლიოს წამყვან ოფთალმოლოგებს შორის. ის არის პიონერი ბავშვთა თვალის ქირურგიაში და განსაკუთრებით იმ ოპერაციებში, რომლებიც საჭიროებდნენ მიკროქირურგიულ ჩარევას. 2-3 წელიწადში ჩემს მერე უკვე მომიდიოდა წერილები, რომ აი ჩვენს დავიწყეთ ამის გაკეთება. ესე იგი რა ხდება, ჩვენ ლაზერი შევიძინეთ 1999 წელს. დაახლოებით 7-8 წელიწადი კონკურენტი არ იყო, იმიტომ რომ საქართველოში, აზერბაიჯანში და სასომხეთში არც ერთი ლაზერის დანადგარი არ იყო. იყო მხოლოდ 2 დანადგარი მოსკოვში. და ეს იყო მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირი რაც ხდებოდა. ამიტომ ძალიან ბევრი პაციენტები ყავდა და მათ შორის იყვნენ ბავშვებიც თავისთავად ცხადია, რომელსაც არ უნდათ, მშობლებს არ უნდათ უპირველო ყოვლისა და ბავშვებსაც დასაკვირველია სათვალისწარება, ვერ იტანდნენ კონტაქტურ ლინზებს და ამიტომ უვითარდებათ ეგრეთ წოდებული ზარმაცი თვალი. ზარმაცი თვალის მკურნალობა სამწუხაროდ ძალიან რთულია თუ ბავშვობისას არ მიხედე. ამიტომ აი ჩვენი მიმართულებაც ჩვენმა გუნდმა სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიური კათედრის გუნდმა გადაწყვიტა რომ ბავშვებზე გაგვეკეთებია აქცენტი. და ესეც გამოვიდა მართლაც 200-მდე ბავშვი ყავს ნაოპერაციები, რომელსაც თავისი ჩვენებებით რასაკვირველია, რომელსაც დაუბრუნეთ და გაუმჯობესეთ მხედველობა და თავიდან ავიცილეთ აი ეს ეგრეთ წოდებული ზარმაცი თვალები. ბავშვებში თვალის ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად არ არის აშკარად გამოხატული და ადრეულ ეტაპზე მათი დანახვა ძალიან რთულია. იმისთვის რომ ბავშვი განვითარდეს სრულყოფილად აუცილებელია ადრეულ ეტაპზე იყოს გამოკვლეული მხედველობის ყველა შესაძლო დარღვევა. ასეთი ტიპის შეხვედრები და საკუთარი გამოცდილების გაზიარება კი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჯანმრთელი თაობისთვის და მედიკოსთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცალსახად ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც მოქმედი ექიმებისთვის, დღევანდელი პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ისე მომავალი თაობებისთვის, იმიტომ რომ მათ აქვთ უკვე ინფორმაცია და ხედავენ საკუთარი თვალით იმას, თუ რა დონის ორიენტირებზეა მუშაობა საჭირო. მსოფლიოში დღეს საოცარი სისწრაფით ვითარდება მედიცინაც, მათ შორის ოფთალმოლოგია და აგრეთვე რა თქმა უნდა, კარგად იცით ეს თანამედროვე ტექნოლოგიები რა ზღაპრულ სიმაღლეებს აღწევს, ამიტომ ამ ფერხულში ყოფნა უაღრესად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია აგრეთვე აი ეს პრაქტიკული მომენტები, ცხოვრებისეული, საექიმო მომენტები, რაზეც დღეს არის აქ მსჯელობა. საუბარი არის ყველა იმ ტკივნეულ მიმართულებებზე, რომელიც დღეს კიდევ რჩება მსოფლიოში პედიატრიული ოფთალმოლოგიის სფეროში. ამ კუთხით დღევანდელი შეხვედრა ეს არის ესეთი ისტორიული მოვლენა ქართული ოფთალმოლოგიის ცხოვრებაში.